რამოდენიმე თვის წინ ჰაბიბ ნურმაგომედოვმა განაცხადა, რომ ილია ტოპურიას შანსი არმან ცარუკიანთან შეხვედრაზე თითქმის არ აქვს. ნურმაგომედოვმა აღნიშნა, რომ ტოპურიას ფეხზე აქვს ბევრ ტექნიკური შესაძლებლობა, თუმცა მას არმან ცარუკიანის მსგავსი ჭიდაობის სტილით მოთამაშესთან შეხვედრის გამოცდილება არ აქვს. ამ ნაწილში ნურმაგომედოვი მართალია, მაგრამ ცოტათი შეცდება. ილია ტოპურიას ბოქსი მართვაც შთამბეჭდავია. მისი დაბალი წინაწიხლების გამოყენება ძალიან ხშირია, ხოლო მაღალი წიხლები ძალიან იშვიათად ჩანს. ის აკეთებს ყველაფერს, რაც ფეხზე საუკეთესოა, ამიტომაც თითქმის არ ახმარს თავის დაცვას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩარლზ ოლივეირა, მაქს ჰოლოვეი და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ვერ აღმოაჩინეს ის მონაცემები, რაც არმან ცარუკიანმა შეძლო. აღნიშნული სამი სახელგანთქმული მებრძოლი გაცილებით ძლიერი სტრაიკერები არიან, ვიდრე არმან ცარუკიანი, თუმცა მათაც ვერ გაუმკლავდნენ ილია ტოპურიას სტრატეგიას. მეორეს მხრივ ვიდეოში ვნახავთ, რომ არმან ცარუკიანი UFC-ს ბევრ ბრძოლაში საკმაოდ ხიფათში აღმოჩნდა. არა მხოლოდ ხაბიბთან, არამედ სხვა შემთხვევებშიც. ერთ-ერთ ინტერვიუში არმანმა განაცხადა, რომ ილია ტოპურიას დაპირისპირება მასთვის უფრო მარტივი იქნებოდა, ვიდრე ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლა. ილია ტოპურია კარგი ბოქსიორია, მაგრამ სტრაიკერის როლში უფრო შეზღუდულია, თქვა არმანმა, რადგან თავად უფრო ძლიერი სტრაიკერია. არმან ცარუკიანი სწორედ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. საუბარს იყენებს, რომ ბრძოლა პოპულარული გახდეს. ასეთ სიტუაციებში მებრძოლების რეალური შესაძლებლობები ხშირად სოციალური ქსელების შექმნილ აღქმაზე ფასდება. აბა მეგობრებო, რამდენმა ნახა ყველა არმან ცარუკიანის ბრძოლა? არ არის აუცილებელი ნახვა, ამიტომაც სწორედ ამიტომ ვამზადებ ამ ვიდეოს. მისი გამოსვლები განსაკუთრებით აღსანიშნავია. დასაწყისში გავლილი წრეები, შემდეგ ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვება და ბოლოს ჰოის სიმვას ნოკაუტი. სოციალური ქსელები, Instagram, TikTok, YouTube სრულად ამ სამი გამარჯვების ილუსტრაციას გვიჩვენებს. მართალია, სამივე ბრძოლა შესანიშნავი იყო, მაგრამ მაგალითად ჩარლზ ოლივეირასთან არმანს გარკვეულ რაუნდებში თხელი დაცვა ჰქონდა, ჰოის სიმვასთან კი თითქმის ნოკაუტი მივიღეთ. მოკლედ რომ თქვათ, არმან ცარუკიანი დამარცხებადი მებრძოლია. ახლა მთავარია გავიგოთ სად არის მისი სიძლიერეები, რატომ გამოცდნენ ბოლო პერიოდში მისი სისუსტეები. ყველაფერს დეტალურად გავაანალიზებთ. მაგრამ ჯერ კიდევ არ ხართ გამოწერილი ჩემს არხზე, გამოწერა, კომენტარების დატოვება და ვიდეოს მოწონება არ დაგავიწყდეთ. პირველ რიგში, არმან ცარუკიანზე უარყოფითი შეფასების გაკეთება არც ჩემი, არც თქვენი საქმე არ არის. დღეს ის მსუბუქი ცონის ნომერ პირველი ჩელენჯერია. იგი ყველაზე მეტად დაიმსახურებს საბრძოლო ქამარს, რადგან არის ნიჭიერი, ფიზიკურად ძლიერი და ატლეტური მებრძოლი. თუ ვიტყვით, რომ არმანი ცუდი MMA მებრძოლია, ეს აშკარად არ სწორია. ახლა გავიხსენოთ, ვინ არიან არმან ცარუკიანი და ილია ტოპურია. არმან ცარუკიანი დაახლოებით 1.5 წელია არ გამოდის რინგზე. მისი ბოლო შეხვედრა იყო ჩარლზ ოლივეირასთან. თავდაპირველად მას ისლამ მაჩევთან უნდა შეერკინებინა, მაგრამ ერთი დღით ადრე ტრავმის გამო ამ შეხვედრიდან გაიყვანეს. UFC-ს პრეზიდენტი დანა ვაითი აცხადებდა, რომ არმანმა და მისი გუნდი ტყუილს ამბობდნენ. ამის გამო ერთ თვეში ის დენ ჰუკერთან შეხვდება. ახლა არმან ცარუკიანის სტატისტიკაზე შევჩერდეთ. ის ამჟამად 29 წლისაა. სიმაღლე 1.70 მეტრი. კარიერაში აქვს 22 გამარჯვება, რომელთაგან 9 ნოკაუტით ან ტაკაუტით მიღებულია 8 კი მსაჯის გადაწყვეტილებით. 3ჯერ დამარცხდა. კარიერის დასაწყისში ალექსანდრ ბელიკის წინააღმდეგ, შემდეგ UFC-ს მსუბუქ წონაში ყოფილი ჩემპიონი ისლამ მაჩევთან და ბოლოს მეტეიშ გამროტთან. ისლამ მაჩევის და გამროტის დამარცხებები მსგავსი იყო, ორივე ძალიან ძლიერი ჭიდაობის სტილით მომავალი მოწინააღმდეგისგან. არმან ცარუკიანი UFC-ში პირველ ბრძოლას 22 წლის ასაკში გამოდიოდა. რუსეთში ჩატარებულ ღონისძიებაზე შეხვდა ისლამ მაჩევს. ბრძოლა გაგრძელდა 3 რაუნდი, სადაც ორივე ცდილობდა მოწინააღმდეგის კუთხეში დაჭერას. პირველი შეტევა მოდის ისლამიდან, თუმცა არმანი ვერ აბარებს. შემდეგ არმანიც ცდის, მაგრამ უშედეგოდ. მეორე რაუნდში ისლამმა მოწინააღმდეგე დაიჭირა. არმან ცარუკიანი 12 მცდელობაში ერთხელ მხოლოდ შეძლებს წარმატებას, ხოლო ისლამ მაჩევი 9 მცდელობიდან 4ჯერ გახდა წარმატებული. მიუხედავად ამისა, 22 წლის არმანის ასეთი სტაბილურობა და ისლამთან კონკურენცია ბევრს შტაბეჭდილებას ახდენს. შემდეგი შეხვედრა ოლივერ მერსერასთან იყო. ოლივერმა წინა 2ჯერ დამარცხდა, ამიტომ არმანისთვის კარგად როედანზე გამოცდა იყო. ამ ბრძოლაში უნდა აღვნიშნოთ, რომ არმან ცარუკიანს 2 მცდელობა ჰქონდა ტეკდაუნისთვის. ერთში თავზე წიხლი მიიღო, მეორეში მუხლით დაარტყეს. 3 რაუნდის განმავლობაში 11 მცდელობა ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 2 წარმატებით დასრულდა. მოწინააღმდეგე 7 წუთი და 51 წამს აკონტროლებდა. მიუხედავად ამისა, გამარჯვება მიიღო. შემდეგი ბრძოლა დევი რამოსთან იყო. არმანი ხშირად იყენებს მბრუნავ და წიხლებს. ბოლო ბრძოლებში ნათლად ჩანს მისი ძლიერი წინაწიხლების გამოყენება. ის თითქმის იგივე სტილს იყენებს, როგორც მერაბ დივალიშვილი. თავდასხმა მარჯვენა-მარცხენა მიმართულებით და მოულოდნელი ტეკდაუნი. პირველ რაუნდში, როდესაც დაბალ წიხს აკეთებს, ცოტათი რისკავს, მაგრამ მეორე რაუნდში დევი რამოსის შეცდომით შეძლებს მოწინააღმდეგის დამარცხებას.
მესამე რაუნდში კიდევ ერთი ძლიერი მომენტი აქვს. შემდეგ კი მეტ ფროულოს კონტროლი ხდება 12 მცდელობიდან 10-ში. კონტროლის დრო 8 წუთზე მეტია, რაც არმანს მსუბუქ წონაში 14 ადგილზე აყენებს. შემდეგი მოწინააღმდეგე კრისტოს იოგოსუ იქნება. არმან ცარუკიანი წინ მიდის, მარცხენა ხელით დისტანციას აკონტროლებს, მარცხენა ხელები რუს მებრძოლებში ყოველთვის გამოკვეთილად არის წინ, რათა მოწინააღმდეგის დისტანცია და კონტრშეტევები აკონტროლონ. მარცხენა ხელით ტეხავს და ერთ წამში ნოკდაუნს ახდენს და შემდეგ გამარჯვების მოპოვებას. მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ჰო ალვესთან იყო. არმანისთვის ეს იყო პირველი თამაში, სადაც მან თავისი ძალა სრულად წარმოაჩინა. პირველ რაუნდში მოწინააღმდეგე წიხლის შეტევამ დაეცა, შემდეგ არმანმა ზედიზედ რამდენიმეჯერ გაიმარჯვა. მეორე რაუნდში მოწინააღმდეგე კიდევ ერთხელ წაგვირწყა და სადოლოდ არმან ცარუკიანმა შეხვედრა დაამთავრა. არმან ცარუკიანის UFC კარიერა გაგრძელდა შემდეგი ბრძოლებით, სადაც იგი კვლავ გამოჩნდა როგორც ძლიერი, ტექნიკური მებრძოლი. თუმცა მცირე სისუსტეები მას შანსს აძლევს დამარცხებისთვის. არმანის მეორე წაგება მოხდა მატეუს გამროდთან, რომელიც ჭიდაობის სტილით გამოდის. აღნიშნული შეხვედრა 5 რაუნდში მოხდა და 3 მსაჯის ერთობლივი გადაწყვეტილებით დასრულდა. განსაკუთრებით 4-სა და 5 რაუნდებში ჩანს, რომ არმანი დაიღალა, მუდმივად აკონტროლებდა დარჩენილ დროულს, მაგრამ ენერგია ცოტა დაკარგა. აქ იწყება საინტერესო ნაწილი. არმანი ცარუკიანი ჭიდაობის მებრძოლია. მისი მთავარი ძლიერი მხარე სწორედ ჭიდაობაა, თუმცა თანამედროვე წარმატებული მეტოქეები, მაგალითად ისლამ მაჩევი და ხამზა ჩიმეევი, ბევრად უფრო მაღალი ტექნიკური წარმატების მაჩვენებლით გამოირჩევიან. არმანმა ვერ შეძლო ადვილად მოწინააღმდეგეების მიწაზე ჩამოყვანა. საკუთარ სიხშირეზე ძლიერ ჭიდაობაში დამარცხდა 2 მნიშვნელოვანი ჭიდაობის სპეციალისტის წინააღმდეგ. გამროდთან შეხვედრა შეიძლება ახლოს მიიჩნიოთ, თუმცა საბოლოოდ არმას წააგო. სამივე მსაჯმა გამროდს დაუთმოქულები. შემდეგი ბრძოლა ბენდრუსთან კიდევ ერთ ჭიდაობის სტილის მოწინააღმდეგესთან იყო. არმანმა 8 მცდელობიდან მხოლოდ ერთხელ მოახერხა წარმატების მიღწევა, გამროდმა კი 21 მცდელობიდან 6-ში შეძლო წარმატება. 25 წუთიანი ბრძოლიდან არმანის კონტროლის დრო 1 წუთი 39 წამი იყო, ხოლო გამროტის 4 წუთი 58 წამი. შემდეგი შეხვედრა დემირ ისმაგალოვთან მოხდა. 2023 წელს არმანმა შეხვედრა ჰოაგიმ სიმუასთან გაიმარჯვა. ეს იყო ის შეხვედრა, სადაც არმანმა მოხსნა მოწინააღმდეგე რინგზე და დაამტკიცა თავისი შესაძლებლობები. პირველ რაუნდში კონტროლი ჰქონდა მოწინააღმდეგეზე. მეორე რაუნდში ნოკდაუნის დრო ცოტა რთული იყო. თუმცა მან თავი შეიკავა, მესამე რაუნდში კი ბრძოლა დასრულდა არმანის გამარჯვებით. შემდეგი დიდი ბრძოლა იყო ჩარლზ ოლივეირასთან. ოლივეირა ბოლო შეხვედრაში ისლამ მაჩევმა დაამარცხა, შემდეგ კი არმანი ცარუკიანის წინაშე აღმოჩნდა. შეხვედრის დასაწყისში არმანმა სცადა წიხლი, მაგრამ კონტრა მიიღო და მიწაზე აღმოჩნდა. შემდეგ იგი სცადა ჩარლზის ტაპაუტისთვის წაღება, მაგრამ მოწინააღმდეგეს თავზე დაუშვა პოზიციონალური შეცდომა. თუმცა არმანმა სწრაფად მოახერხა პოზიციის გამოსწორება და აღდგა. პირველი რაუნდის ბოლომდე მას მოუწია ძლიერი დარტყმების მიღება, თუმცა მობილურობა შეინარჩუნა და მეორე რაუნდში კვლავ მოახერხა მოწინააღმდეგის კონტროლი. მესამე რაუნდში არმანმა პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობა გამოიყენა გამარჯვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩარლზ ოლივეირას დრო კიდევ მეტი ჰქონდა, არმანმა მაღალი ტექნიკით დაათმობინა მოწინააღმდეგე და დაამტკიცა, რომ მისი თავბრუხვევი უნარი რეალური და შესამჩნევია. მოკლედ, მეგობრებო, არმან ჩარუკიანი არ არის დამარცხების უძლეველი მებრძოლი, თუმცა არც ისეთი, ვისაც მარტივად მოაგვარებ. მისი შეჯიბრებები აჩვენებს, რომ ის არის ტექნიკურად სრულყოფილი, ფიზიკურად ძლიერი და ტაქტიკურად ჭკვიანი მებრძოლი. თქვენი აზრი კომენტარებში დაწერეთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ არმან ცარუკიანი უკეთესია ვიდრე ილია ტოპურია ან ისლამ მაჩევი?